აი მთავარი სურპრიზი. სტუმრად ყავს დათოს უსაყვარლესი შვილები მარიამი, ნიკოლოზი და გიორგი. გიორგი და მარიამი არიან ტოპები. მარიამ, მე ვიცი რომ შენ ხარ ლიდერი. კი, მოგწონს ლიდერობა? დირექტორია. დირექტორი ხარ. ბავშვებო, თქვენ სამი მომღერი ხართ? დიახ. ნეტა ვინასწავლა სიმღერა ბავშვებს? ალბათ მამიკომ. ძლივს მოგვიცალე საკუთარი შვილებისთვის, ჩემი ბევრი მოსავლის წყალული. აბა, ბევრი მოსავლები ყავს? ძალიან. არ დამითვლია. მართლა? მარიამ, კაცრია მამა? არა. არა, ნიკოლოზ კაცრია. საერთოდ. საერთოდ. დასჯა არ უყვარს? დასჯა ისის დასჯა ბავშვი. გიჯით ხოლმე შვილო? არა. მამა ძალიან ბევრს მუშაობს და თამაშისთვის, თქვენთან თამაშისთვის თუ რჩება დრო? არა. არა. მაგრამ მთელ დღეს ვატარებ ძირითადად საქმიანობა უფრო საღამოს და ბედნიერი ვარ რომ მთელ დღეს ვატარებ მასთან. მათთან სკოლა, წრეები, ფორტეპიანო, ფეხბურთი, ნიკი არჩვაძე ყავს. ახალი ფეხბურთელი და ვნახოთ რა იქნება. ნიკი წარმატებებს გისურვებ და ჩვენი მაყურებლისთვის დღეს დათოს აქვს ძალიან დიდი სურპრიზი. მას სპეციალურად ჩვენთვის დაწერა საშობაო სიმღერა, რომელსაც შევისრულებს დათო და მისი უსაყვარლესი შვილები. ამ საშობაო სიმღერის ლექსი ეკუთვნის ნიკოლოზის ნათლიას, დეკანოს თავმას ჩოხეთს და მოვიკითხავთ ჩვენს ნათლიას უდიდესი თბილისი ლექსია. მოდი მოვისმინოთ ერთი სული მაქვს, როდის მოვისმენ ამ სიმღერას. სინათლეა ჩვენს ფანჯრებში იწვის თაფლის ანთელი ქრისტე დაბადებულაო მოგვეფინა ნათელი იუდეის ბეთლებს იშვამ ხსნელი კაცთა მოდგმისა ანგელოზნი უგალობდნენ თაყვანს ცემდნენ მოგვნიცა მარხვასინანულისა შობასიხარულისა უფლისი სხლიდა ხორცი საკურნებლად სულისა სიხარული გულწეფინა უფლის მადლი მოგვეფინა შობა გათენებულაო მარხვა გათავებულაო გონების და გულის კარი უფალს ფარდოდ გავუღო ალილო და გიხაროდენ სულ საგზალი წავუღო ალილო და გიხაროდენ ქრისტე დაბადებულაო მერტი გაგაცებულაო ზეცა და მაღლე